მოგესალმებით ლელოში ყოველთვიურ ტრადიციულ ბრიფინგს ვატარებთ, რომელიც ირაკლი კობახიძის კარიერის მთავარ ტყუილის ანონსით გრძელდება. ქართული ოცნების მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად საქართველოში ყველაფერი ამ თვეშიც გაძვირდა. საქსტატის ცნობით ივლისის თვეში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, უფრო კონკრეტულად კი 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დიზელის საწვავე გაძვირდა 36%-ით, ბენზინი გაძვირდა 23%-ით, თევზეული გაძვირდა 18%-ით, ხორცი 9%-ით, პური 8%-ით, ხილი 6.5%-ით, ხოლო ზეთი 7.6%-ით. დღეს უკვე კიდევ ერთხელ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ეპოპეა, პრემიერ-მინისტრის ტყუილები, საპარლამენტო კომისიები, სუსის გამოძიებები, სამთავრობო საბჭოები და კომისიები იყო თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუე და ემსახურებოდა მხოლოდ პროპაგანდას და არა საქართველოს მოქალაქეებს. ლელო ძლიერ საქართველოში კიდევ ერთხელ ვეუბნებით ხელისუფლებას. კიდევ გაძვირებული პროდუქტების ფასზე და ცეცხლ წაკიდებული აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტის ფასის გათვალისწინებით. დააგდონ, შეამცირონ აქციზის გადასახადი საწვავზე. აქციზის გადასახადის საწვავზე გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა მისი შემცირება არის აუცილებელი ღონისძიება იმისთვის, რომ ეს კასკადურად აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე აისახოს. ეს არის პირველი და მთავარი გადაწყვეტილება. ამის მიღმა უნდა შემცირდეს დღგ-ს გადასახადი სასურსათო პროდუქტებზე, ისე როგორც ეს არის ცივილიზებულ ქვეყნებში და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დღგ არა 18%, არამედ საშუალოდ 5-6% იყოს. ეს არის ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მიცემს შვებას და საქართველოს მთავრობას მათ შორის მიცემს შესაძლებლობას, რომ დროებით ტვირთი შეამციროს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, ის რომ ფიქრობდეს საქართველოს მოქალაქეებზე, მაგრამ საქართველოს მთავრობა ფიქრობს კორუმპირებული ენერგოსისტემის ხელმძღვანელებზე, კორუმპირებული რკინიგზის ხელმძღვანელებზე, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეზე, მაგრამ არც ერთი წუთი არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეებზე. ინფლაცია ურტყავს პირდაპირ მოქალაქეებს, მაგალითად პენსიონერებს, 800,000-ზე მეტ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს ხელფასი, მაგრამ არ დაიშურეს პრემიები და ხელფასების ზრდა, მაგალითად საქართველოს ენერგოსისტემაში, რომელსაც ორჯერ ჩააბნელა საქართველოს უახლოეს პერიოდში. არ დაიშურეს ხელფასების ზრდა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, მაგრამ ბიუჯეტში ფული ვერ იპოვეს. იმ ბიუჯეტში, რომელშიც თვითონვე ამბობენ, რომ გაიზრდება და ეკონომიკური დოვლათი მატულობს ამ ქვეყანაში 20 ლარზე მეტით ვერ გაზარდეს პენსია. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საქართველოში მედიანური ხელფასი, რეალური ხელფასი, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს უმრავლესობას, არის 1332 ლარი და ნაკლები. ამ შემადგენლობაში 110,000 ადამიანი არის 2026 წლის ივნისის მონაცემებით, რომელიც 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს. 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს შრომაში, სრულფასოვან შრომაში. ამ ქვეყანაში არ გაითვალისწინო, რომ დღგ-ს გადასახადი დასაწევია, რომ საწვავის აქციზის შესამცირებელია, ეს არის ამ ქვეყნის და მისი მოქალაქეების ინტერესების ღალატი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოსავალი რა არის ამ ყველაფერიდან? გამოსავალი არის ქართული ოცნების მოშორება, კორუფციული სისტემის მოშორება, რეალური პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ფაქტობრივად განულებულია საქართველოში, ანაკლიის სპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება და ამ ყველაფრის საპირისპიროს აკეთებს ივანიშვილის და კობახიძის დანაშაულებრივი დაჯგუფება. კიდევ ერთხელ და პირდაპირ ვიტყვით, კობახიძე არის პასუხისმგებელი ამ ტყუილზე, რომელიც ფაქტიურად უკვე თვეებია და ძალიან ბევრი თვეა გრძელდება და კობახიძემ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს საქართველოს მოქალაქეების მოტყუებისთვის, რომ რაიმე უნარი გააჩნდა საქართველოში ფასების შემცირების. მადლობა.